რუსთავის მერია 2025 წლიდან პროფესიული სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით კიდევ ერთ ახალ სოციალურ პაკეტს შესთავაზებს რუსთაველებს. ახალი პროგრამა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის გარდა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, როგორიცაა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სერვისის შექმნა. 2025 წლიდან რუსთავის მერია ინკლუზიური განათლების პროფილით დასაქმებულ რუსთაველებს ან სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებს სასწავლო პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში ყოველთვიურად 200 ლარიან სტიპენდიას დაუფინანსებს. დეფიციტური და განსაკუთრებით მოთხოვნადი პროფესიების დაუფლების მსურველთა წამახალისებელი პროგრამა რუსთავის მერიამ 2024 წელს დაიწყო. პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებში ჩართულ რუსთაველებს მერია ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობის სტიპენდიას უფინანსებდა. 2025 წლიდან სტიპენდია გაორმაგდება. რუსთავის მერიის გუნდი აგრძელებს აქტიურად მუშაობას სახელმწიფოსთან ერთად, რომ პროფესიული განათლება იყოს უფრო მეტად წახალისებული. 2025 წლიდან ფართოვდება პროგრამა, რომელიც ჩვენ 2024-ში დავიწყეთ. ეს ორმხრივად ეფექტიანი იქნება, როგორც ბავშვებისთვის, რომლებსაც მოემსახურებიან კიდევ უფრო კვალიფიციური თანამშრომლები და ასევე ქალაქში გაჩნდება ახალი რესურსი იმ პროფესიის, რომელიც საკმაოდ დეფიციტურია. რაღაც ერთი თვეა, რაც მოვხდი კოლეჯში მოდულში, აღმოვაჩინე ეს სიახლე და ძალიან საინტერესო, ბევრი ინფორმაციას ვღებულობ. ჩემთვის რაც ყველაზე მთავარი იყო და რაც სიახლე გაჟღერდა, ის არის სტიპენდია, რომელიც წამახალისებელია ერთგვარი ყველა სტუდენტისთვის.